რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერია ხო ყველაფერი აი ჯოჯოხეთური მიქსია რასაც ქვია ხო ყველა მანკიერება რაც შეიძლება ადამიანს თავში მოუვიდეს როგორც ფორმალური ხო ანუ სამართლებრივი ასევე წმინდა მორალური თვალსაზრისით ეს არის ფსკერის მორიგი გახვრეტა რაც პრინციპში ჩვენ არ გვიკვირს ხო ეს არის მათი სტილი აგრესია ესე რომ ვთქვათ აი ეს დაპირისპირება ესკალაცია, აი ესეთი უღირსი შურისძიება შეიძლება ითქვას, თვითონ არ გამოესვლებათ სახლიდან, ხო, დიდი ხანია უკვე და კაბინეტებიდან მერე ყელყელაობენ, რომ აბარა ეგონათ და ხალხის გულისწყრომა თავისივე ორგანიზებულ და სუსისგან, ესე რომ ვთქვათ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მობილიზებული ხალხის, ესე რომ ვთქვათ, მიყვანას აეროპორტში ეძახიან ხალხის გულისწყრომას. ანუ სიყალბე ესე რომ ვთქვათ, სიმდაბლე, კანონდარღვევა, ანუ ყველაფერია ამაში თავმოყრილი, მაგრამ ნუ დამახასიათებელია ამ ხელისუფლებისთვის ჩვენ ეს ვიცით და სამწუხაროა, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მორიგი კიდევ ერთხელ გამემეორებ, ფსკერი ჩაანგრიეს იმით, რომ 70 წლის ქალბატონზე მართალია სალამზურობიშვილი საუკეთესო ფორმაშია და ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ნუ ასაკი რეალობაა, ვერაფერს ვერ იზამდა, აი ესეთი ტიპის თავდასხმა, ნუ ეხლა აი რა უნდა დავარქვათ, ეს არ ჯდება საერთოდ არაფერში, ხო? ნუ ესეთია მათი ზნე, მათი ბუნება, საერთოდ ბიძინაიონიშვილმა გამოიყვანა რაღაცა განსაკუთრებული ჯიში, ხო? ეს ადამიანის მაგვარი რაღაც ესე მუტანტების, რომლებიც ყველაფერზე ხელს აწერენ. და ყველა ფაქტობრივად დიალოგი ყოველგვარი ესე რომ ვთქვათ რაღაც ადამიანური უარყვეს და მონოლოგის რეჟიმში უნდათ ყველა და ყველაფერი გადათელონ ესე რომ ვთქვათ დაამცირონ რაღაცნაირად გააკრონ სამყაროდან და მარტო თვითონ დარჩენ აი თავის სალაფავთან ხო იმიტომ რომ სალაფავის მეტი ამ ხალხს არც არაფერი არ აინტერესებს არა არც ფასეულობათა სისტემა ხო არც წიგნიერება აქვს ხო არც ესე რომ ვთქვათ განათლება არაფერი არ აქვს ხო აი ბიზინამ რაღაც ასეთი უჯრედის დონეზე ცვლილებები მოახდინა ამ ადამიანებში მე რაც თავარია ამათ ეხა გამოფენილი აქვს ისინი რა ქვია ხატები თავის Facebook გვერდებზე და როგორი მორწმუნეები რა ეს მორწმუნეები არიან როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანი ან ტრადიციების დამცველი ადამიანი ხო ქართული ტრადიციის ერთ-ერთი ფუნდამენტია ქალისადმი პატივისცემა, დედისადმი პატივისცემა. და როდესაც ესე ექცევი შენ ასაკოვან ქალბატონს, ხო, მე თავი გავანებოთ პრეზიდენტი არ არის პრეზიდენტი, ხო? ხო, ეს რას ნიშნავს? ეხლა ამის შემდეგ შენ შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხო? ან რაღაც ჰუმანურობაზე ილაპარაკო, ბატონგია, შესაძლებელია აღარ დარჩა ბევრი ისეთი რამ, რაცაც ვიტყვით, რომ გაგვიკვირდება, რომელსაც აღარ გააკეთებენ, ან არ იზამენ, იმიტომ რომ სისასტიკის მთელი დასტა წარმოადგინა რეჟიმმა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები ცხადყოფს, რომ ეს ცალსახად აღქმულია შურისძიებად. მეორეა ის, სადამდე შეუძლია რომ მიუშვას რეჟიმი, იქამდე მივა, ამას ამბობდით თქვენ. ახლა მთავარია რა არის გასაკეთებელი, თუ რა აკლია პროტესტ თუ პოლიტიკურ სიტუაციას, იმისთვის რომ რეჟიმი კიდევ უფრო შორს არ მიუშვას. არის იცით საერთოდ ამ პროცესის ფინალი მე წარმომიდგენია ფინალისაკენ სვლა მიმაჩნია სვლისთვის საჭიროა კომბინაცია ორი ფაქტორის ხო ეს არის საგარეო ფაქტორები და საშინაო ფაქტორები ნუ საგარეო ფაქტორები ჩვენ ვიცით ხო ეს არის სასანქციო პოლიტიკა ეს არის მაქსიმალური პრობლემების შექმნა ზუსტად იმ ტკივნეულ წერტილებზე რაც მნიშვნელოვანია ხელისუფლისთვის ეს არის რა თქმა უნდა მისი კეთილდღეობა და მისი უსაფრთხოება და დასავლეთს აქვს მექანიზმები ამ მიმართულებით და მეორე ელემენტი ეს არის შიგა პროტესტის ეფექტურობა ხო
საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს სტიქია, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო, ეს უამრავი მარში, ესე რომ ვთქვათ, 80 დღეზე მეტია უკვე ეს უწყვეტი პროტესტი გრძელდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ახლა მარტო იმის ანაბარა, რომ ვინ უფრო მალე დაიღლება, ხო? გასაგებია, რომ ქართული საზოგადოება არ იღლება, მაგრამ თვითონ სისტემასაც აქვს ქართული რესურსი ჯერ კიდევ შერჩენილი და ნუ ეს არის ესეთი ძალიან მძიმე პროცესი. ხა ამ ეს პროცესი უნდა მიდიოდეს ლოგიკური დასასრულისკენ. კი არ უნდა გაივაკოს, რაც ეხა ხდება, ხო? თითქოს ყველა ორი მხარე შეეგუა, რომ ესენი რაღაცა ხდება, ხო, მეტნაკლები ინტენსივობით. არამედ ესე რომ ვთქვათ, რაღაც პიკებისკენ უნდა წავიდეს და ამ პიკებში ხდება პოლიტიკური კომპონენტის ინტეგრირება ამ ყველაფერში, ხო? პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია ლიდერი ამ პროცესის უნდა იყოს პოლიტიკოსი, ანუ წინა ხაზზე, ფრონტის წინა ხაზზე უნდა იყოს პოლიტიკოსი, ვისაც რომ რესურსების ოპტიმალური გამოყენება მოხდეს, სწორად დაიგეგმოს ყველაფერი და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. და ესეთი კოორდინაცია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტიული ელიტა ну, რბილად რო ვთქვათ, არ სარგებლობს თვითონ აი ამ პროტესტის მაღალი ნდობით, ხო? ესეთი მაგიდა, სადაც ეს გეგმა შეიძლება შემუშავებულიყო, შეიძლება გაკეთდეს ზუსტადაც რომ სალომე ზურაბიშვილთან. ბატონო, გია, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის ბრძანების გარეშე გაბედავდნენ თუ არა ეს ტიტუშკები, რომ დათავს დასხმოდნენ სალომე ზურაბიშვილს? არა, რა თქმა უნდა, ხო, ეხლა თავისი მოკლე ჭკუით, ეხლა ბიძინა ივანიშვილი თვითონ ხო არ ეთყოდა ამათ, რომ წავით კვერცხები დაუშინეთო, ხო, მაგრამ თავისი მოკლე ჭკუით ესე აღნიშნეს ბიძინას დაბადების დღე, ხო, ანუ ესე ამ ფორმით კვერცხებით მიულოცეს, კვერცხების სროლით მიულოცეს. ეს არის ამათი ინტელექტუალური დონე, მეტი დონე არ არის რა. რა დონის ესე რომ ვთქვათ, არსებებიც არიან, ისე იქცევიან, ხო? ანუ დაამთქვეს სინამდვილეში ამით ბიძინას მიაყენეს შეურაცხყოფა, სალომეს კი არ ესროლეს ეს კვერცხები, ბიძინას ესროლეს. მაგრამ ამდენი ტვინი არა აქვს, რომ ამას მიხვდნენ. და შესაბამისად იქცევიან, ბუნებრივია ეს გააკეთეს, რომ მისთვის ეს ამოუნებინათ. ესენი უკვე იმ ეტაპზე არიან, როდესაც თვითონ უნდა მიხვდნენ ბიძინას რა, ეს ამოუნება და ის გააკეთონ. მე არ მგონია, რომ ბიძინას ეხლა ეს მაინც და მაინც მოწონდეს ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ წინააღმდეგიც არის, რომ აი ესეთი ოდიოზური ფორმით ვიღაცა მას ერთგულებას უმტკიცებს, ხო? აი ეხლა სამშობლოს ღალატზე როა ლაპარაკი, რომ აი მუხლის შეტანა რო უნდა. მე არა ვარ სხვა შორის ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როდესაც ისინი სამშობლოზე ლაპარაკობენ, ისინი სამშობლოში გულისხმობენ ბიძინას, ანუ ბიძინას ღალატის კანონს იღებენ რა. ბიძინას კანონის ღალატს რატომ? იმიტომ რომ მათთვის სამშობლო არის რა? სამშობლო არის მათთვის ის მეწველი ძროხა, საიდანაც სარგებელს იღებენ და ეს ხო ბიძინაა. ხო და შესაბამისად, რა ვიცი, ეგენი ამ მუხლით ვერავის ვერ გაასამართლებენ მიიღოს კანონი და ჩვენ ამ კანონით მერე ისინი გავასამართლებთ. მადლობა გია ხუხაშვილს მოსმენდით პირდაპირ ეთერში. დღის ამბები 4-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს მომავალ სამშაბათს შევხვდებით. მადლობა რომ გიყურეთ.